მოდი ვაჩვენოთ ორივე მხრიდან დაბომბები როგორ მიდის. ჩვენ ვერ ვამონიტორინგებთ აბსოლუტურად ყველა ვიდეოს, მაგრამ აი ვიდეოების მნიშვნელოვან ნაწილს რა ინტენსივობით მოდის მხარეებს შორის, ხო? ვუყურებთ ხოლმე და ინტენსივობა ორივე მხრიდან აშკარად იკლო. ანუ თუ საწყისი დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით ირანის მხრიდან იკლო ინტენსივობა, თუ საწყისი დღეების განმავლობაში ირანი და ვიფრინავდა იდებოდა ძალიან ბევრი ვიდეო, ეხლა იდება ნაკლები. რაც გამოიკვეთა, ერთი რომ ირანი ესეთი ომის პირველი 5 დღის შემდეგ, აი რა ტემპიც დაიდო, ხო, ეს ტემპი ირანისგან რაღაცაერთ უცვლელი რჩება, იგივე ტემპი. გადაეწყო გრძელვადიანი ომის ლოგიკაზე, რომ თვეები რო დაჭრდა, თვეები უნდა გააგრძელოს ამ რეჟიმში. კი, და მეორე რაც თვალშისაცემია, თუ საწყის ეტაპზე უპირატესად ბაზებზე მიმართავდა თავის დარტყმებს ან ვთქვათ რაღაცა სასტუმროებს და ხილულ რაღაცა რეზონანსულ სამიზნეებს ურტყავდა, ეხლა გაიზარდა ესეთი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების ან ტანკერების მიმართულებით. მოდი აი ირანის მხრიდან გამოშვებული დარტყმების ვიდეო ვნახოთ. ეს ამ ვიდეოში სხვათა შორის ჩანდა ისრაელის ტერიტორიაზე მოქმედი რადარების სადგური, რომელსაც რადიოლოკაციური სადგური, რომელსაც ხდება. ამ შემთხვევაში არის ეხა რა ვიდეოც მიდის პეტრიოტის სისტემის საერთაშორისო თავდაცვის მუშაობა და 3 თუ 4 რაკეტა ესროლეს და 10 და ნუ ეს ირანულმა რაკეტამ სამიზნე მაინც გაანადგურა. ეგ იმ კუთხით არის საინტერესო, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეს ამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტურობა როგორია, იმიტომ რომ მაგალითად საქართველოშიც იყო ეგეთი წარმოდგენა, რომ ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაღაცა არნახული დონე, რომელიც ნუ რაღაცა რკინის გუმბათს ქმნის რაღაც ტერიტორიის თავზე, არა, ეხლა რა კადრებით ჩანს ფაქტიურად ერთი რაკეტის გადასაჭერად 4 პეტრიოტის სისტემის რაკეტის ზალპის გასროლა ხდება, რომელიც თითო რავი რამდენიმე მილიონის ღირებულება ყველა აცილეს ის რაკეტა ჩამოვარდა და ერთ-ერთი რისი აშკარა დეფიციტიც შეინიშნება ამერიკის და ისრაელის მხრიდან ზუსტად არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და ამის ერთ-ერთი მაგალითად ის იყო, რომ სამხრეთ კორეაში განთავსებული თაადის სისტემის მობილური კომპლექსები მოხსნეს იქ, რასაც წესით უნდა განეხორციელებია ჩრდილოეთ კორეიდან შესაძლო დარტყმის შემთხვევაში შორმანძილზე აი პირველად გადაჭერის ფუნქციის განხორციელება ჰქონდა თავის თავზე ამ თაადის სისტემებს აღებული და ეგ სისტემები ჩახსნეს და გადაიტანეს ახლო აღმოსავლეთში და ეგ იმას კარგად აჩვენებს რამხელა დეფიციტია, რომ იქ, რა ვიცი, ახლა ჩრდილოეთ კორეის საფრთხე ფეხზე დაიკიდეს ტიპებმა და იქ გადაიტანეს. სხვათა შორის თაადის ტიპის ეს კომპლექს კუვეიტში და თუ არ ვთქვი საემიროებში თუ კატარში რადარები გაუნადგურა ირანულმა მხარემ. ეს რადარი არის ძალიან ძვირი მოწყობილობაა და მეორეც ერთი ჩანაცვლებად ეგრევე არ არის და ფარავს მთელ ამ ტერიტორიას. ამიტომ ამან სერიოზულად შეაფერხა დააზიანა ამერიკის ხედვის არეალი მაგ სივრცეში. მოდი გავაგრძელოთ ყურება. 3 4 5 6
7、8。 აი ეს არის გერანის საჰების დრონი ხდება ასე რა ქვია ნავთობაზე 打起来了！我操！这东西直接倒了！我靠！这东西从头上飞过去，直接炸了！我操！ სიწვის როგორც ჩანს ტანკერი იწვის ისევ ეს ნავთო ეს მე როგორც ვხვდები იგივე ნავთობაზაა რომელიც თემამოდის დაეცა და იწვის ეს კი დუბაიში ერთ-ერთი სასტუმროს ფასსაც მოხდა შაჰების დრონი ხო, ну, სურათი არის შემდეგი თავარი დარტყმა, რომლის მიმართაც არის ორიენტირებული ირანი, არის ეს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა. ეგ ხედავთ, ეს სრუტეა სპარსეთის ყურეში, მთელი, აი ყველაფერი რაც იწარმოება ამ ყურეში, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები საუდის არაბეთი, ირანი. აი ყველა ერთად, რასაც აწარმოებს, უნდა გავიდეს ამ სრუტიდან. ამ სრუტის სიგანე არის 39 კილომეტრია ყველაზე ვიწრო ნაწილში, ну, ყველაზე ფართო ნაწილი არის 52 კილომეტრი და ეხა აქ საუბარი, მე გავხსნათ უფრო დეტალურად რატოა ძალიან რთული ამის გადაკეტვის, ამის ბლოკადის ჩახსნა. 2019-2020 წლებში რო ვიჯექით ჩვენ გადაცემებში და აი ამ სცენარს რო განვიხილავდით, ეგ გამახსენდა ეხა რა. ჰორმუზის სრუტის გადაკეთებას აი რო საუბრობდით, რომ პოტენციურად აი ირანზე შეტევა რატო არის პრობლემური, მახსოვს მე ეგეთი გადაცემები ქონდა და აი ზუსტად ამ სრუტის გავიდა 7 წელი და ახთა ჩვენი საუბრები. მაგრამ ეხა საპასუხოდ მოდი ვნახოთ ამერიკული დარტყმების ვიდეოც, ამერიკა-ისრაელის დარტყმების ეს არის ირანის ტერიტორია, უბრალოდ ბომბება. ირანი, სხვა ქალაქები, ბაზები, თუმცა სამხედრო ობიექტებს და ენერგეტიკულ ობიექტებს უკრავდა. და რაც თვალშისაცემია, განუზომლად დიდი აფეთქებებია, ცხადია, ირანის ტერიტორიაზე დარტყმები არის უფრო მასშტაბური. თუ ირანი მოთავს დაუშვათ სადაც ერთ რაკეტას და აი ეგ არის დაზუსტებით ურტყავენ ირანის ფლოტი იქნება, აგერ კატერებს ძველი კადრებია, მაგრამ ირანის ფლოტს ანადგურებენ, აგერ წყალქვეშა ნავზეც დაიდო ერთ-ერთი კადრი, რომ წყალქვეშა ნავი გაანადგურეს. და ნუ ამერიკა განსაკუთრებით ბოლო დღეებში ყურადღებას ამახვილებს, რომ მათ გაუნადგურეს ირანის მთელი ფლოტი. ასე რომ ფლოტი თითქმის არც არაფერში არ გამოუყენებია ამ ორში ირანს. გასაგები იყო, რომ ვერც გამოიყენა. აზრი არ ქონდა. სატრანსპორტო ავიაციის განადგურება მიდის და ცოტა რას გავს გეტყვი რა ეხა. ჩვენ ახლა რასაც უყურებთ. აი ეს არის როგორც ჩანს ბლოკპოსტი სადღაც ქალაქის თეირანის ცენტრში. ცოტა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სტრატეგიული სამიზნეები დაეცალათ ამერიკელებს ამ კადრებიდან გამომდინარე, თუ რა თქმა უნდა რაღაცა დამატებით სხვაგან შეტევებიც არ არის, რომლის კადრებიც არ გამოუქვეყნებია და გეტყვით რატო. თუ შენ ხარ რაღაცა გრძელვადიანი, მრავალწლიანი ომის პირობებში, მაშინ გასაგებია, რასაც ვუყურებთ ეხლა ჩვენ. მაგრამ კატერი ავაფეთქეთ იმ ოპერაციის ფარგლებში, რაც თავიდან იგულისხმებოდა, ოპერაცია Epic Fury, რომელსაც უნდა რეჟიმის ცვლილება გამოეწვია, მაგ ოპერაციის ფარგლებში
ანუ რეჟიმი შეიცვალოს და აი რაღაცა აი სამი ტიპი მიდის სადღაც ქუჩაში და ბომბი დაეცა, გასაგებია ძალიან შთამბეჭდავია, ოღონდ რა სტრატეგიულ ამოცანას ჭრის აი ეს დარტყმები. გაუგებარი ხდება, იმიტომ რომ შენ რო აპირებდე იქ სახმელეთო ოპერაციას, მაშინ გასაგები იქნებოდა. წინასწარი რაღაც საარტილერიო მომზადება ხდება, სარაკეტო დამუშავება ხდება რაღაცა ადგილების, რომ იქ თავდაცვა ესე ვთქვათ, წყობრიდან გამოიყვანო, რომ მე იქ შენი ხალხი შევიდეს. ეგ გასაგებია. თუ უბრალოდ ბომბავ, იმიტომ რომ ბომბავ, ანუ ირანის რეჟიმის ცვლილებას ეს ომის ესეთი ლოგიკა ვერ გამოიწვევს. უფრო დეტალურად შევეხოთ ამ ჰორმუზის სრუტეს. თან რუკაც რომ გახსნათ, იმიტომ რომ რეალურად ყველაზე დამტყმელი ბერკეტი, რომელიც ირანს გააჩნია იმისთვის, რომ თავი დაიცვას, თავდაცვისთვის რასაც იყენებს, ეს არის სწორედ აი ამ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რაც ავტომატურად იწვევს ამ ენერგომატარებლების დეფიციტ გაძვირებას და ეს შემდგომ უკვე აისახება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. აი, პარალელურად იქ ამ ნავთობ ინფრასტრუქტურასაც ურტყავს, ჩვენც ხო ვაჩვენეთ იქ ნავთობ გადამამუშავებელი და საცავების მიმართაც არის შეტევა, არის მათ შორის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზეც დარტყმები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჰორმუზის სრუტე არის ირანის რაღაცა სუპერ იარაღი, ხო? სოფლიო ნავთობის 25% გადიოდა აქ და ეხა ჩაკეტილია. აი შეიძლება ლოგიკური კითხვა დაიბადოს კი, მაგრამ რატო არის ასე მიჯაჭვული ახლა ეს მთელი სოფლიო ამ ჰორმუზის სრუტეზე, ხო? არ არსებობს ალტერნატიული გზები იმისთვის, რომ გვერდი აუარონ ამ ირანს და ირანზე არ იყოს დამოკიდებული მთელი ეს ბაზარი. უყურეთ, რაშია საქმე, მეგობრებო. ერთი მე რაც მახსოვს, აი საუდის არაბეთს ნავთობსადენი აქვს, მაგრამ ეგ ვერ ადასაურებს თელ ეგ არის არ ყოფს ჰორმუზის სრუტეზე გადის. უყურეთ, რაშია საქმე. ძალიან ცოტა სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე, რომელიც არის ენერგომატარებლების ექსპორტი. და ძირითადი მარაგები ამ ნავთობის და, გაზის მათ შორის, მაგრამ უფრო ნავთობის არის სწორედ ახლო აღმოსავლეთში კონცენტრირებული. ისევ რუკარო დავაბრუნოთ 8 სახელმწიფო თან ყველა ერთმანეთის მეზობელია დღეს, ვინც ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან აწარმოებს ექსპორტს. პირველი ცხადია თავად ირანი, მერე მისი მეზობელი ქუვეითი, ერაყი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ყატარი, გაერთიანებული ემირატები, და ომანს არ აქვს იმდენი. ყველა ეს სახელმწიფო, თან ეს საუდის არაბეთი, გაერთიანებული ემირატები, ბაჰრეინი, ყატარი, ქუვეითი, ყველაზე მარტივად რომ გაიტანონ თავისი ნავთობი და ჩვენ ვიცით რომ ყველაზე რენტაბელური გზა არის საზღვაო მეთოდით, ტანკერებით გადატანა ჯდება ყველაზე იაფი, ცხადია ბუნებრივია რომ სპარსეთის ყურე, რომელიც ეგრევე ესაზღვრება ამ სახელმწიფოებს, იქ აშენებენ პორტს, იქვე ახლოს არის აშენებული გადამამუშავებელი ქარხნები და ეგრევე მარტივად ეს ლოჯისტიკური არხები არის აწყობილი. აი, რო დავფიქრდეთ ახლა, აი მაგალითად ქუვეითმა რასაც ახლა ვერ აწარმოებს და ვერ გააქვს სპარსეთის ყურის მეშვეობით, იმიტომ რომ ჰორმუზის სრუტეა ჩაკეტილი. აი, როგორ უნდა გაიტანოს? მოდი დავფიქრდეთ. ესედაც პატარა სახელმწიფოა. ხო, აი, როგორ უნდა გაიტანოს? არის უდაბნო და თვითმფრინავით ვერ წაიღებ, ხა მილიონობით ბარელ ნავთობს, თვითმფრინავით წარმოუდგენელია. ნავთობსადენი, მილსადენები არ არსებობს, სად უნდა გავიდეს? ისრაელზე უნდა გავიდეს, თურქეთზე უნდა გავიდეს. თან ეხ ხომ უკვე გეოპოლიტიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული, ხო? შენი ნავთობი თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, უკვე შენთლად დამოუკიდებელი არ ახარ. პლუს ეს განსაკუთრებული ეს დამატები თანხებთან არის, ხო, დაკავშირებული. ამიტომ სპარსეთის ყურის ალტერნატივა
ეგრევე ოკეანესთან გაქვს კავშირი, ხო? ანუ თავისუფლად შეგიძლია. არ არის. გაიყვანო შენი გემი. ალტერნატივა არ არსებობს. ეს იცის ირანმა, რომ ეს მის ხელშია რეალურად მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით 1/13 და ამას იყენებს. მათ შორის გაჟღერდა, ხო, თავად ამერიკელების მხრიდან ის მოსაზრება, რომ ისინი საკუთარი ფლოტის მეშვეობით გააცილებენ ამ ტანკერებს და ამით, ასე ვთქვათ, გახსნიან ამ მოძრაობას, მაგრამ ტექნიკური რამდენიმეჯერ თქვა სხვათა შორის ტრამპა უკვე, რომ ჩვენ გავხსნით, ღიაა ეგ ყურე, ეგეთი განცხადებებიც გააკეთა. ოღონდ აგერ სამმა ტანკერმა როგორც ჩანს სცადა გუშინ ეგ ღიაობის, ასე ვთქვათ, გადამოწმება და მოხდა ერთის კატარღა მოხდა და ის მოხდა კიდე დრონი და დაიწვა. ამიტომ უყურეთ რაშია საქმე. აი ისევ რუკას რო დავაბრუნოთ, აი წეღან ზურამ ახსენა თუ შენ ახსენე, ანუ ყველაზე ვიწრო ადგილას, სადაც აი ეს არის სწორედ ეს ჰორმუზის სრუტე, მანდ არის სიგანე დაახლოებით 40 კილომეტრი. 29. ანუ ნებისმიერი ხომალდი, ნებისმიერი საზღვაო ობიექტი, რომელიც მანდ შევა, იმდენად დაუცველია ირანელების მხრიდან, ანუ ირანის დარტყმისაგან, რომ არ არსებობს გემი, რომელიც მანდ უნებელი გავა. კიდე დავამატრებ, რომ სინამდვილეში კიდე უფრო უარესად არის მან სიტუაცია, რატო აი ხო ადამიანი უყურებს და აი რაღაცა პატარა მართლა გასასვლელია. პრობლემა ის არის, რომ ამ სრუტის მთლიანი სიგანეც არ არის გამოსადეგი ნაოსნობისთვის. სინამდვილეში აი ეს ნაწილი რაც დავუშვათ საუდის არაბეთის მიმართ მხარეს არის. აი სადღაც აი ეს ნაწილი არის ზედმეტად ესეთი მეჩხერი, ანუ დაბალი წყალია და არის ორი ესეთი 2-3 კილომეტრიანი ესეთი სანაოსნო დერეფნები არის, რომლითაც გადიან ეს ტანკერები. ანუ აქ არის სულ რაღაცა ორი ცალი მარშრუტი 2-3 კილომეტრიანი, რომელშიც ეს ტანკერები მოძრაობენ და ფიზიკურად თან ეს ორივე მარშრუტი რაღაცა მომენტში ირანის ტერიტორიულ წყლებშიც კი შედის. ანუ ფიზიკურად შეუძლებელია მანდრამე შეუძლებელია გასვლა. თან საქმე გვაქვს უზარმაზარ ნელ მოუქნელ მცურა ობიექტთან. ეს არის რაღაცა სწრაფი კატარღა, ეს არის უზარმაზარ ტანკერი, რომელიც არის ნელი მოუქნელი. არა, მე ტანკერზე კი არ ყვები კაცო. აი ტრამპმა ხო განაცხადა, რომ თავის საბრძოლო ხომალდებს გაუშვებს და იმ საბრძოლო ხომალდმა რა უნდა ქნას ამ ვიწრო სრუტეში. თვითონ მოხდება ის დრონის და თვითონ გახდება სამიზნე. ეხლა რატო ვერ არის თლად სამიზნე? იმიტომ რომ შორს დგანან ინდოეთის ოკეანეში და აი სადაც აი აქ ომანის სანაპიროებთან ნაპირთან დგას ძირითადი ამერიკული ფლოტი, სადაც წვდომა არის რთული, თუმცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ ერთ-ერთი ავიამზიდი დაზიანდა, ოღონდ რამიზეზი დაზიანდა. აიყვანეს ამ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. ხო, ირანი მან დაცხადებს, რომ ჩვენ მოვართ რაღაცა ჩვენ გავაკეთეთო, ამერიკელები ამბობენ, რომ არათავისი დაზიანდა, მაგრამ ანუ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ეს მოდი აი კიდევ უფრო დავაზუსტოთ, ნახე, გაუშვეს ამერიკელებმა თავისი სამხედრო ხომალდები აქ ტანკერების მსვლელობის დასაცავად. აი ხა თქვენ ხედავთ, ეს არის ირანის სანაპირო, ხო, მთიანი რეგიონი. აქ საიდან გამოფრინდება რაკეტა, კაცმა არის მცირე დისტანცია. შესაბამისად, აქ არ სჭირდებათ შორს მოქმედი, ძვირადღირებული, ძალიან მასიური რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც რაღაცა ასობით კილომეტრზე მიფრინდება. სულ არის სიგანე, ხო, ეგ არის მართლა მნიშვნელოვანი, რომ სრუტე ისეთი ფორმის არის, რომ ირანის ტერიტორიაში შედის, ანუ ირანის ფართობი აიდან ზიერიში შეიძლება მიიტანონ დიდია. ძალიან დიდია. ანუ ფაქტიურად არის ესეთი მდგომარეობა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკელებს რაღაცა სუპერ
რაღაცა გემები ყავთ, რომელსაც ტყვია არ ეკარება, რაკეტა არ ხვდება და რაღაცა ჰაერში ბრდღნის ყველაფერს ხო არ ეგეთი წარმოდგენა. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ეგეთი უპირატესობა არის. მაგ შემთხვევაშიც კი აი შეიყვანეს შენი ეს გემი და მაგ სრუტესთან დგას. ეგ არაფერს არ უცვლის იმ ტანკებს, რომელიც მაინც აი კუს მითი სიჩქარით მიღოღავს, ეგ უნდა გაიაროს და რაღაცა $20,000 შაჰედი რო გამოფრინდება და რო მოხვდება მაგ ტანკერს და მაინც რო იწვის, მან გინდა ჩააყენე რა, ჯერთი არ აყენებენ ამერიკელები და რატომღაც თავს იკავებენ პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, არანაირი პატრულირება მან არ დაუწყიათ და არც ერთი ჭკუად მყოფელი ატომური ავიამზიდის კაპიტანი მანდ თავის გემს არ შეტენის, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ. ხო და მაგასთან ერთად თვითონ ამ ბლოკირებას არ ჭირდება ყველა გემის განადგურება. უბრალოდ მუქარაც კი რო აი აბა მიდი გაიარე, უკვე ეფექტური იარაღი, ძირითადად აი ხლა ძალიან ბევრი გემია სპარსეთის ყურეში ეს დატვირთული დგას და როგორც ვცელდება ინფორმაცია მათ რადიო კავშირით უკავშირდებიან და დამატებით აშინებენ, ანუ ირანელები ემუქრებიან რომ თუ გაიწევს ერთი გამონაკლისი არის. ირანელებმა განაცხადეს, რომ ინდოელების ტანკერებს გავატარებთ. ჩინელებისაც ატარებენ კიდე. ჩინელების სხვათა შორის ინდოელების ტანკერებს ეგ ინდოეთის მხარემ თქვა რომ ეგეთი ინფორმაცია გვაქვს რომ გაგვატარებენ, ანუ ირანული დადასტურება არ აქვს, მაგრამ აი ჩინეთის ტანკერებს და საკუთარ ტანკერებს ატარებენ, ანუ ჩინური ტანკერები და საკუთარი ტანკერები მოძრაობს. ამიტომ ეს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა არის სერიოზული გამოწვევა რეალურად მსოფლიო ეკონომიკისთვის და ფაქტია რომ თან მანდ კითხვები ჩდება რომ აი მაგალითად ამ ნავთობს მოიხმარს როგორც ავრცელებენ აზია ძირითადად და ეგ მართლა ეგრეა ძირითადად ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ანუ ამერიკას აქვს თავისი ნავთობი და ესე ავრცელებენ რომ აი ამერიკას რა ენაღვლება თავისი ნავთობი. ერთი ნავთობი რო ძვირდება აღმოსავლეთ აზიისთვის, ეგ ძვირდება სოფლიოსთვის, ანუ ყველგან აიწია. ამერიკელ ბენზინის ჩასხმის სურველ მოქალაქესაც გაუძვირდა ნავთობი. ეგ ერთი, მეორე სტრატეგიული, თავისი სტრატეგიული მარაგები გახსნეს უკვე იაპონელებმაც და ამერიკელებმაც. ანუ კრიზისი რომ მართლა არის, შეიძლება რაღაცას ამბობდე ან არ ამბობდე, მაგრამ სტრატეგიულ მარაგებს რო ხსნი, მე მგონი რაღაც ბოლო ეგეთი მოვლენები იყო, მე მგონი COVID პანდემიის დროს, როდესაც აი ამ სტრატეგიული მარაგების გაღება მოუწიათ და კიდე არის ერთი სერიოზული ასპექტი, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ვთქვათ, აი რატო არის კრიტიკული ამ სრუტის ბლოკირება და აქ გაჩერებული ტანკერები მნიშვნელოვანი. აქ საქმეში შემოდის კიდე ერთი ასპექტი, რასაც ქვია ნავთობის და გაზის მოპოვების ციკლი. ანუ ეს როგორ გამოიყურება? აი დავუშვათ პირობითაც რაღაც ქუვეითში არის რაღაცა ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, არის ჭაბურღილები, ამოვიდა ეს ნავთობი, შევიდა ნავთობ გადამამუშავებელ ტერმინალზე და რაღაც უზარმაზარი აუზები არის, ამ აუზებში დაგროვდა და ელოდება რომ აქ მოვა ტანკერი, ჩაასხავენ ამ ყველაფერს და გავა მსოფლიო ბაზარზე. ეს თემა გადაიკეტა. რაში არის პრობლემა? აი დრო დავაბრუნოთ ხა რა. კადრი. შენ თუ შენი კუთვნილი ჭაბურღილიდან არ ამოგაქვს ნავთობი. ანუ ეს ჭაბურღილი მაშინ უნდა გააჩერო. ამის გაჩერებას ტექნიკურად აქვს თავისი პროტოკოლი. ეგ არ არის რაღაცა საცობი ჩავარჭეთ და როცა დაგჭირდება ამოაზროთ, არა. მაგის რთული ტექნოლოგიური პროცესი არის და რაღაცა პერიოდი ესენი ცარიელი აუზები რაც ჰქონდათ და ასე ვთქვათ სარეზერვო მიმართულებები რაც ამოქონდათ იმაში ასხავდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტხანს გრძელდება ეს კრიზისი და რაც უფრო დიდხანს ვერ გააქვთ, დგება მომენტები, რომ ამათ მოუწევთ ამ ჭაბურღილების დალუქვა, გაჩერება მოპოვების. და შენ თუ გადაიყვანე მაგ რეჟიმში, ანუ კონსერვაციის რეჟიმში გადაიყვანე, მერე სულ რო გაიხსნას ეგ სრუტე, კვირეები ჭირდება მაგ
ასე ვთქვათ, ნავთობ მოპოვების აღდგენას. ანუ მიყავთ სიტუაცია ირანელებს ამ ყურის ქვეყნების დიდი ნაწილის ეკონომიკებისთვის იქამდე, რომ მოუწევთ მათ თავისი ნავთობ მოპოვების ციკლის გაჩერება რაღაცა პერიოდი, მერე სრუტე გახსნან ამისი აღდგენის და თავიდან ამუშავებისთვისაც დრო დაჭირდება. ანუ თუ დაუშვათ ეს ყველაფერი გაგრძელდებოდა 3, 4, 5 დღე და რადგან გათვლა იყო როგორც ჩანს ამერიკელების და ისრაელის მაგისი გადატანა თავისუფლად შეეძლებოდათ, მაგრამ ეხლა რა დინამიკითაც მიდის, როგორც მინიმუმ ირანის ის ამოცანა, რომ მთელი რეგიონი მძევლად დაიყვანოს, ეგ ამოცანა როგორც ჩანს გადაჭრადი ხდება რა. ხო,